წმინდა ქალაქ მცხეთასა და მის შემოგარენში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილ არტეფაქტებს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს. ექსპოზიციაზე სხვადასხვა სოციალური ფენის სამარხებში მოპოვებული ოქროსა და ვერცხლის სამკაულს, კერამიკულ ნაწარმს და ძვირფასუქებისგან შექმნილ აქსესუარებს ხვდებით. გამოფენა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლო ზანთიძემ და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლევსკიფანიძემ გახსნეს. ინსტიტუციური თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი არის, იმიტომ რომ ეს პროექტი კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. გამოფენაზე წარმოდგენილი არის მცხეთაში და მის შემოგარენში არქეოლოგიური კვლევების შედეგად წარმოჩენილი ექსპონატები, ძალიან დიდი ნაწილი. ეს არის ოქროს ნივთები, ეს არის ვერცხლის ნივთები, ეს არის მინა, სანელსაცხებლები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელიც მცხეთის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მრავალი წლის განმავლობაში არის დაგროვილი და ინახებოდა მცხეთის მუზეუმის ოქროს ფონდში. იცით, რომ დღეს მდგომარეობით მცხეთის მუზეუმს არ აქვს სახარბიელო მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ შენობა კი გააჩნია, მაგრამ მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და შეთანხმების პროცედურები, რომ დაიწყოს რეაბილიტაცია თვითონ მცხეთის მუზეუმის შენობისთვის, ამიტომ დღეს ნივთები არის გარკვეულ შენობაში და ასე ვთქვათ, საშუალება საზოგადოებას არ აქვს იმისი, რომ მივიდეს და ნახონ ეს არაჩვეულებრივი ექსპონატები. ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ის დაკავშირებულია პირველ ქართულ სახელმწიფოსთან, ერთიან ქართულ სახელმწიფოსთან, შესაბამისად უდიდესი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს და უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა აქვს. გამოფენა სახელწოდებით სანაცვლური მცხეთის მუზეუმიდან ქართული კულტურის ისტორიას, განვითარების საფეხურებს და ოქრომჭედლობის უდიდეს ტრადიციას წარმოაჩენს. აქ თქვენ ხედავთ 300-მდე ექსპონატს, რომელსაც 7-8 თვის განმავლობაში მყარდებოდა რესტავრაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ჯანაშიას საქართველოს მუზეუმის ქიმიურ სარესტავრაციო ლაბორატორიაში. რესტავრაცია ჩაუტარდათ როგორც ოქროსა და ვერცხლის არტეფაქტებს, ასევე მინის ჭურჭელს მოხდა ამ მინის ჭურჭლის აღდგენა, გაიწმინდა მინის მძივები. არქეოლოგიური მასალა მცხეთასა და მის შემოგარენში დასახლების არსებობას ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანიდან ადასტურებს. ქართულ წყაროთა მონაცემებით და მეცნიერთა აზრით, ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნისთვის სამოსახლოები უკვე ერთ დიდ ქალაქად გაერთიანდა. მტკვრისა და არაგვის ხეობაში გაშლილი ქალაქი კოლხეთიდან, ჩრდილო კავკასიიდან, სომხეთიდან და ალბანეთიდან მომავალ გზათა შესაყარზე მდებარეობდა. იქ გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზაც. ოქროჭედლობის ნიმუშებს მცხეთაში ჯერ კიდევ მეცნიერებმა შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანულ სამარხებში მიაკვლიეს. მომდევნო პერიოდში მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სავაჭრო მაგისტრალმა კი ხელოსნობის სხვადასხვა დარგის განვითარებას შეუწყო ხელი. საგამოფენო სივრცეში მოგზაურობას ისტორიის დოქტორი ვახტანგ ნიკოლაიშვილი გვიწევს. ქრონოლოგიურად ეს მოიცავს პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის მე-17-მე-15 საუკუნიდან შუა ბრინჯაოს ხანის რამდენიმე ნივთია. შემდეგ ცოტა უფრო მეტი გვაქვს მე-7-მე-5 საუკუნის კომპლექსებიდან და ყველაზე დიდი რაოდენობა ნივთებისა და აქცენტი გაკეთებულია პირველ საუკუნეებზე, ეგრეთ წოდებული გვიანრომაულ ხანაზე, პირველიდან მე-4 საუკუნის ჩათვლით. მცხეთის საბადურის ნახვა დამთვალიერებელს ეროვნულ მუზეუმში ერთი წლის განმავლობაში შეძლება. როგორც მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმი ნაკრძალის ხელმძღვანელობა ამბობს, წარმოდგენილი არტეფაქტები უდიდესი კოლექციის მხოლოდ ნაწილია. საბოლოოდ კი, როდესაც მცხეთის ახალი მუზეუმი გაიხსნება, მუდმივ მოქმედი ექსპოზიცია ისევ წმინდა ქალაქს დაუბრუნდება.